ახლა არ გამოვშტერდე. საბაგიროთი 120 ევრო. მოვიდა ჩვენი შეკვეთა, ნიკამ უკვე გაძოვა, ვერ მოვასწარი გადაღება. ესე ჭიქაში ცხელი ლატე პირველად ვნახე. ეს რა არის? საბჭოური პერიოდის დროის ნამცხვარი ვიპოვე. ამაზე სანაპირო ზოლია. კაი აკით არის გასეირნება. დღისით როგორც მოსალოდნელი იყო დიდი ტალღა შიგნით. გუშინ მარტო მე და ნიკა ვიყავით. ერთ-ერთ ომში დაღუპული ადამიანების მემორიალი არის აი აქ. როგორ აფასებენ თავიანთ გარდაცვლილ მებრძოლებს და საქართველოს ამ დროს მოიხსენებენ არაფრად. მთელი მემორიალია შექმნილი და ხალხი ცრემლებს ვერ იკავებს. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ მოვადაგით ნაყინს. ისეთი გემრიელი ნაყინია, არც ტკბილია. ყველა გემო ადგილზეა. გემრიელესია. სამეფო კარის თამაშები არის დუბროვნიკში გადაღებული. ძალიან ბევრი მაღაზია არის Game of Thrones მეორე. ჩაყოლებაზე ბევრია ზოგადად. მოვიდნენ ახლა მორეკების საწყენად და ძალიან დიდი რიგი არის. კარტოფილის ავიღე მე და ნიკა მაიღო ქათმის. კაია, გემრიელია, ხახვიც აქვს მათ შორის. ცოტა რბილია უბრალოდ. მოხარშული ქათმივით აქვს რა. აბა. ხახვი აქვს, რა მიყვარს ხახვიანი კარტოფილი. ხესიმაგრეში ვარ სასე. პატარა კარია და აქ არის მოედანი. და რა მაგარი ხედით. ვერც კი წარმოვიდგენდი რომ აქ მოედანი იქნებოდა. ულამაზესი ხედია ზემოდან. გალავანზე ასვლა ღირს 40 ევრო თითო კაცი. ძალიან ძვირია. აქედან მთლიანად ჩანს ეს ქალაქი. სამს და წყალი ჩამოდის როგორც ჩანს. ვაუ. და რესტორნის სახელი. ყველა ქუჩა არის ესეთი ლამაზი. მოგზაურები. და ამ დროს საქართველოში პენსიონერები, ასეთი ასაკის ხალხი მოგზაურობს. საქართველოში პენსიონერები შიმშილობენ. უსაყვარლესი ქუჩებია. მიდი. 1, მერე 2. ფანათებზე აწერია ბრენდის სახელი. აფრიკის თემა აქვს შეზღუდული ძველ ქალაქში. ისტორიული ნაწილია და არ შეიძლება არაფრით ამ ფასადის დამახინჯება. ქვიანი და კლდიანი სანაპიროები.